მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ჯანელიძე, თქვენ უყურებთ ჩემს პოდკასტს, ჩემს YouTube არხზე. გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დღეს მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი ტორე სამოსი, ჩემი მეგობარი, მწერალი, რომელთანაც არა ლიტერატურაზე, არამედ სულ სხვა თემაზე ვისაუბრებ. ეს არის ხელით წერის კულტურა და ტორე სამოვიწვიე, ვინაიდან შენი მოცემული მაგალითებით ტორეს იმდენად გამიმარტივდა ხელით წერა და ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო გახდა, ვიფიქრე რომ ეს რჩევები მაყურებელსაც გამოადგება. არის ასეთი აზრი, რომ ხელით წერა აუმჯობესებს ძალიან ბევრ ფუნქციას ჩვენი განვითარების, ჩვენი ტვინის მუშაობის და ასე შემდეგ, ამაზეც ვისაუბროთ და მე ვიდრე შენ რჩევებს მივიღებდი, ყოველთვის ვცდილობდი ხელით წერას, მაგრამ ეს იყო ძალიან დამღლელი პროცესი. როგორ შეიძლება რომ ეს პროცესი გახდეს სასიამოვნო და დაუბრუნდნენ ადამიანები კალამს და ფურცელს. აი რა არის ამისთვის საჭირო, ამაზე რომ მოგცე ჩვენს რჩევები. გამარჯობა და პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის რომ ამაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი თემა, რომელიც ლიტერატურასთან ერთად ძალიან მიყვარს, როცა ამას ვაზიარებ. სხვათა შორის უნდა გითხრა, რომ მასტერკლასზე ძალიან ცნობილი ესეთი მწერლების მასტერკლასებს, როდესაც usmen, ეს იქნება ეტვუდი, ნილ გეიმანი თუ არ სალმან რუშდი, ყველა წერს ხელით. ყველა მწერალი. ბევრი მწერალი წერს ხელით და ეს ამას აქვს თავისი მიზეზები. წერას რაც შეეხება, თავარი პრინციპი არის სამი რამ, რაც მონაწილეობს წერაში: კალამი, მელანი და ფურცელი. და სწორი კალამი, სწორი მელანი და სწორი ფურცელი გეხმარება იმაში, რომ ეს პროცესი იყოს არა უბრალოდ მექანიკური, არამედ სასიამოვნო. და როდესაც რაღაცა ელემენტარულ ცოდნას იღებ, რითი განსხვავდება სხვადასხვა ტიპის კალამი, სხვადასხვა ტიპის მელანი და სხვადასხვა ტიპის ფურცელი, გეხმარება შეუსაბამო შენს მიზნებს რა. იმიტომ რომ არ არსებობს, როგორც კომპიუტერი არ არსებობს უნივერსალური, ისეთ კომპიუტერს ვერ იყიდი, რომელიც ყველაფრისთვის ერთნაირად კარგია, ხო, რაღაც გეიმერს ჭირდება უფრო მძიმე, რაღაც კარგი საუნდით, რა ქვია, ვიდეო კარტით და ის მძიმე როა მწერლისთვის შეიძლება საათრევ და სულ არ გჭირდება ეგ სიმძლავრე და რო დაათრევ ტყილა დისკომფორტია. ხო და ეგრე არის, ისიც რა ქვია, კალამიც და ფურცელიც და მელანიც, რომ რისთვის წერ, ანუ შენ თუ გრძელი სესიები გაქვს 3 საათი წერ, 4 საათი უნდა წერო, მაგალითად სტუდენტი ხარ და გამოცდაზე მიდიხარ და იცი რომ 3-4 საათი მოგიწევს ხელით წერა, რა თქმა უნდა, ამას სხვანაირი კალამი ჭირდება. თუ თქვა საქმიანი ადამიანი ხარ და შენთვის ძირითადად კალამი არის, რომ ხელი მოაწერო და ეს არ არის მხოლოდ რაღაც მექანიკური პროცესი, არამედ არის აქსესუარიც, არის და რაღაცნაირად წარმოგადგენს, ხო? როგორც თქვათ, საათი შეიძლება არ იყოს ხოლმე დროისთვის, ხო? ანუ მნიშვნელოვანი აქსესუარი, ანუ ეს კალამი, ანუ ამ მიზნისთვისაც შეიძლება სხვა წვერით, სხვა ტიპის კალამი დაგჭირდეს. და ასე შემდეგ, ანუ ბევრი რაღაცა, მაგრამ მნიშვნელოვანია, როცა იცი, შეგიძლია ეს უკვე მოირგო შენ თავზე და შესაბამისად ეს პროცესი ხდება სასიამოვნო და აღარ არის დამღლელი, იმიტომ რომ აი თითქოს დღეს თანამედროვე რეალობაში ხელით წერა ადამიანებს საერთოდ არ ჭირდებათ, მაგრამ მახსოვს შენი პოსტი, სადაც ამბობდი, რომ Facebook სტატუსსაც კი ჯერ ხელით წერ და მერე გადამაქვს კომპიუტერში. თუ იგრძნობ პროცესისგან სიამოვნებას, მე აღარ უყურებ ამას უბრალოდ როგორც რაღაც მიზანს, რომ ეხლა მე რაღაც უნდა დავწერო, ანუ გინდა რომ ეს პროცესი მეტი იყოს შენ ცხოვრებაში და ამიტომ კი შეიძლება მე მიხვიდე, რომ კი Facebook სტატუსს წერ, მაგრამ მოდი ვისიამოვნებ თან ამით, მარტო იმაზე კი არ ვიქნები კონცენტრირებული რა ვწერ, ანუ პროცესით მივიღებ სიამოვნებას. თუმცა ესეც ის არის, რა ქვია, ხა მეც ხშირად ურტრირებ ხოლმე ცოტა. ხა რეალურად მაგალითად როცა სცენარზე ვმუშაობ, არასოდეს სცენარს არ ვწერ კალმით და ფურცელზე, იმიტომ რომ იმის თავის ფორმატი აქვს და სპეციალური პროგრამა ბევრად უფრო ადვილია და იმიტომ რომ მე თან რაღაცას მარტივად შლი, ამატებ და ასე შემდეგ, ან ბევრად მარტივია და მოქნილია, ვთქვათ, სცენარის წერა კომპიუტერში, მაგრამ მხატვრულ ტექსტს ყოველთვის ხელით წერ გამონაკლისის გარეშე. და უფრო მეტიც, ანუ ინსპირაცია ხშირად არის ხოლმე ჩემთვის ბლოკნოტი და არაერთი ტექსტი ეგრეც დავადებულა, რომ აი რაღაც ბლოკნოტს უყურებ და ეხა ამაში რაღაც უნდა დაწერო და აი ამაზე ფიქრობ და მე ეს ბლოკნოტის ფორმა, ზომა, თვითონ ფურცლის შეგრძნება რაღაცა ინსპირაციას გაძლევს და რაღაც მიმართულებით მიყავს ფიქრი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ კალამი მაინც ამაში არის ხოლმე ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, იმიტომ რომ
ძირითადი დაწოლა, ასე ვთქვათ, ძირითადი დატვირთვა მაინც მოდის კალამზე და მე ყოველთვის ამიტომ ურჩევ ყველას, რომ ჭავლური კალამი გამოიყენო, ხარ აქ ჭავლურ კალამს განსაკუთრებული ვთქვათ. ბურთულიანი კალმისგან განსხვავებით, ჭავლური კალამი არ არსებობს ორი ერთნაირი, ანუ ყველა წვერი სხვადასხვანაირია და ბევრად უფრო უკეთ გრძნობ ფურცლის ფაქტურას, ბევრად უფრო უკეთ გრძნობ თვითონ წერის პროცესს, ანუ შენი ხელის მოძრაობას და მათ შორის გეხმარება იმაში, რომ გაიუმჯობესო გაკრული ხელიც. ეხლა ხშირად მეკითხებიან ხოლმე მაგას როგორ გავიმჯობესო კალიგრაფია. ხა ამაზე არ არის კალიგრაფია ერთი არ ხარ როცა გინდა რომ ხატრული ის შექმნა ფორმა ხო კალიგრაფი გახდე ვთქვათ მაგას აბსოლუტურად სხვა წყობა ჭირდება მაგრამ თუ უბრალოდ იმას გულისხმობ რომ აი გინდა შენი გაკრული ხელი აღარ იყოს რაღაცა ჩინური იეროგლიფივით და გაუგებარი სხვებისთვის მაშინ ექიმის ანოტაციასავე ხო აი მაშინ ჭავლური კალამი კარგი გამოსავალია იმიტომ რომ ჭავლური კალამი არ გაგირბის და რაღაცა ეტაპზე თუ ოდნავ დაიწყებ ნელა წერას რომ ხელმა დაიმახსოვროს მოხაზულობა აი მერე უკვე ჭავლური კალამით ბევრად უფრო მარტივია და ბევრად უფრო გარჩევადი ხდება შენი ხელწერა ოღონდ რა თქმა უნდა ამას დრო ჭირდება ანუ ეს არ არის რომ დღეს ავიღე კალამი ხელში და ხვალ შედეგი მივიღე და იგივე არის იმ თერაპიულ ფუნქციებზეც რაზეც თავში თქვი შენ რომ აუმჯობესებს მეხსიერებას კოგნიტურ უნარებს ძალიან გეხმარება შფოთვას გიხსნის გეხმარება შენ თავში გაერკვე იმიტომ რომ ეს ტვინის ეს უბნები ხო უკვე ბევრი კვლევით ვიცით და დადასტურებულად რომ ეს უბნები უბრალოდ არანაირად არ აქტიურდება როდესაც კლავიატურაზე ხდება ეს ყველაფერი ან ტაჩზე შეხებით ეკრანზე და წერა აი ამ ტვინის ამ უბნებს ძალიან აქტიურობს და მარტივი გასატესტიც არის ხომ რაღაცის მე მაგას პირველად მივხვდი ან ყოველგვარი კვლევის გარეშე ჩემ ახალგაზრდობაში როდესაც სტუდენტი ვიყავი და სწავლობდი იურიდიულზე ძალიან ბევრი კონსპექტის კეთება გვიწევდა იმიტომ რომ ნუ ეგეთი დრო იყო და წიგნები არ ზოგჯერ იყო რომ ეს წიგნი მარტო ლექტორს ჰქონდა და ნუ თუ არ ჩაიწერდი კონსპექტს ვერც ისწავლიდი და ეს იყო ის და მე ამას იწერდი სწრაფად რავის რამის სტენოგრამიულად და მე გადაათეთრებდი და ნუ საათობით მიწევდა ხოლმე წერა და უცბად მივხვდი რომ ლექციები რომლებსაც ესე ვიწერდი უფრო გამახსოვრდებოდა პრინციპში სწავლა არ სჭირდებოდა რა აი ერთხელ გადავიკითხავდი და ვიცოდი საუკეთესოდ და ნუ ლექციები რომელსაც უბრალოდ უსმენ და მე ფურცლიდან უბრალოდ ვკითხულობდი იქ დასწავლა უფრო მეტად სჭირდებოდა მე სხვათა შორის მეგობარი მსახიობებიდან ბევრმა მითხრა რომ ამას როგორც მეთოდს ტექსტის დამახსოვრების იყენებენ ძალიან ხშირად და ესეთი დამკვიდრებული პრაქტიკაა სხვათა შორის მე როცა უცხო ენის სწავლასთან მიმართებაში აი რაღაც სიტყვები მაქვს ასწავლიან გამოთქმები სულ ხელით ვწერ ხელით რო ვწერ ბევრად მარტო შეიძლება ერთი გვერდი გამოვწერო და ის უკვე ვიცი ისე რომ არ დამავიწყდება კი აი ეგ არის ზუსტად რომ ხელით ანუ აი ამ პროცესში ხელით წერის ჩართვა ამ ცოდნას ხდის კიდევ უფრო ღრმას ანუ ისედაც შეიძლება რა თქმა უნდა ისწავლო მაგრამ თუ ისწავლა შეიძლება ძალიან მალე შენ თავიდან გაფრინდეს ანუ ხელით წერას როდესაც თავ პროცესში ეს ცოდნა ხდება გაცილებით უფრო ღრმა და ეხაც აი თქვათ რაღაცისთვის რომ ემზადები მაგალითად გადაცემისთვის ან რაღაცისთვის და დეტალების დამახსოვრება თარიღის დამახსოვრება მინდა სახელების ადგილების ხო ამას უბრალოდ აი პუნქტებად ჩამოვწერ ხოლმე რა ხელით და ვიცი რომ მე რო იქ მივალ ეს თარიღი იქნება თუ სახელი თუ ადგილი ან არ გამიფრინდება რა თავი მინიმუმ ჩაწერის პროცესში გამყვება რა თუ ძალიან არ მინდა რომ დიდხანს დარჩეს არ კონცენტრირდება თუ კონცენტრირებულად სწავლობ მაშინ ამ შედეგის მიღება არის ძალიან ცხადი მეორე ამბავი რაც არის იყო ეგეთი შემთხვევა ჩემ ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით და აქ ვიტყვი იმას რომ ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე ადამიანებს რომ აი მწერალი რო ხარ და ტექსტს წერ რაღაცას უშენ თავზე წერ და ნუ მხატვრული ტექსტი ხო არ არის ეგეთი პროცესი ანუ პირდაპირ შენ თავზე იქ არასოდეს არ წერ და არსებობს ერთი რაღაცნაირი გახლეჩილობა შენ რეალურ ცხოვრებას, რეალურ ფიქრებს, რეალურ პრობლემებს და იმ ტექსტებს შორის რომელსაც ანუ ის ტექსტები შენ არ გეხმარება დაცლაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და მე ძალიან ხშირად ძალიან ბევრი წელი არ მესმოდა ანუ და არასოდეს დღიური არ მიწარმოებია, სულ ფიქრობდი ხომ ისაც ამდენს წერ და ეხლა ჩემი ფიქრების წერა რა უბედურება. ხო და მე მოხდა ეგეთი რამე რომ დამემართა პანიკური შეტევები ვიარე თერაპიაზე, რომელმაც ძალიან მიშველა და ამ თერაპიის მთავარ მეთოდად ვიყენებდით mindfulness-ის ტექნიკას და რო ეს თერაპია მორჩა და კარგად ვიყავი და რაღაცა მინდოდა ამ შედეგის შენარჩუნება და აი ამ mindfulness-ის სავარჯიშოების პროცესში მივხვდი რომ
თუ ამ ყოველდღიურად რაღაცა ჩემი ფიქრების, აზრების, განცდების ფურცელზე გადატანას დავიწყებდი, ეს ძალიან დამეხმარებოდა შედეგის შენარჩუნებაში, რომ ისევ არ მოსულიყო ეს ფოთვითი არ შენელობა და მართლა ძალიან დამეხმარა და აი მაგ პროცესში მივხვდი, რომ როდესაც აი თქვათ დილით რომ იღვიძებ აი ჩასკროლვის მაგივრად რომ Facebook-ი ჩასკროლო პირიქით ანუ ინფორმაცია კი არ მიიღო ინფორმაცია ამოუშვა შენგან რა გაწუხებდა თუნდაც გუშინ ან რას გეგმავ დღის განმავლობაში და აი ორი სიტყვით მონიშნო რა შენ სათხარ აი ამ ყველაფერში რას განიცდი რას გრძნობ ან ძალიან გეხმარება იმაში რომ იყო ცნობიერი ამ დღეს რას აკეთებ და ბევრად რომ შვიდი ხარ რაღაცნაირად და თითქოს ეს ფოთოაც ნაკლებად გაწუხებს რა და მე რაღაცა მე ესე აღმოაჩინე bullet journal-ის მეთოდი რომელიც კიდე bullet journal-ი არის მოკლედ ეგეთი კაცი არის რაიდერ ქეროლი რაიდერ ქეროლს აქვს დადასტურებული დიაგნოზი ბავშვობაში დაუსვეს ყურადღების დეფიციტი კონცენტრაციას ვერ ახერხ ADHD ხო არ და ADD არის ეს რა და მოკლედ ძალიან იტანჯებოდა მთელი ცხოვრება იტანჯებოდა ამით რომ აი კონცენტრაციას ვერ ახერხებდა რაღაცას რო აკეთებდა ანუ ფიქრი გაურბოდა რაღაც და მოკლედ თვითონ ამ წვალებაში რაღაც მეთოდი შექმნა რომელიც ეხმარებოდა რომ ყოფილიყო რაღაცა აი კონცენტრირებული იმ პრობლემებზე რომელიც ჰქონდა და მე ამ კაცმა ეს მეთოდი სრულიად შემთხვევით მუშაობდა რაღაც ვებ დიზაინერად გაუზიარა თავის კოლეგას რომელიც ემზადებოდა ქორწილისთვის და უბრალოდ ეგ გვერდიდან რო უყურებდა დაინახა რომ ეს ადამიანი არის ფოტოში რომ აი მილიონი დეტალი აქვს მოსაგვარებელი და შეთავაზა რომ მოდიო გაგიზიარებო რა რაღაც მეთოდი მაქვს რომელთაც მე ვმუშაობ და იქნება დაგეხმაროსო და ეს მოუყვა იმ ამთხრა რომ ხო არ გაგიჟდიო ისეთ მაგარ რაღაცას მეუბნებიო რომ ყველამ უნდა იცოდესო ესო და მე გააკეთა საიტი და bullet journal-ის მეთოდი არის ძალიან მარტივი იღებ წერტილები ან block-notes და აკეთებ რაც გრაფიკული მონიშნებია, ვთქვათ, ივენთი, მოვლენა, მაგალითად დღეს რომ მოვდივარ ჩემთვის აქ ჩაწერაზე, არის მოვლენა, ხო? ვთქვათ 3 საათზე სადღაც უნდა ვიყო. ამოცანა რომ აი დაურეკო ვიღაცას და ერთ გვერდზე გაქვს ეს ყველაფერი და იქვე იწერ. რაღაც to-do list-ებით აკეთებ. to-do შეგიძლია დაინტეგრირო ყველაფერი, ანუ კარგი, ვთქვათ, აი სხვა საგეგმო ბლოკნოტებისგან განსხვავებით, სადაც აი წინასწარ დახაზული თარიღები მოცემული და ასე შემდეგ, ეს შეგიძლია რომ მთლიანად შენ თვითონ მოირგო შენ ტყავზე და შენ თავზე. და ძალიან გეხმარება განსაკუთრებით აი ისეთი ადამიანებისთვისაც ეგრეთ წოდებული multitasking-ი აქვს ცხოვრებაში და ანუ ეგეთი ცხოვრება აქვს რომ ანუ ხან ერთ რაღაცას აკეთებს, ხან მეორეს, ხან მესამეს და თან პლუს ზემოდან ხო პირადი რაღაცებიც არ დაგეკარგოს და მეორე ამბავი არის რომ ერთ გვერდზე გაქვს მთლიანი კონტექსტი. ეხლა მაგალითად ძალიან ხშირად როცა აი დღიურს წერ თქვათ, ხო? და პლუს გაქვს ეს საგეგმო დღიური, რომელშიც დღეს გეგმავ. აი ორი თვის მერე რო გაინტერესებს თქვათ აი რაღაცა, შენივე წარსულიდან აგერ გუშინ წინდელიდან. ხო, უნდა აიღო მინიმუმ 2 ბლოკნოტი, რო გაიგო რაღაცას რას აკეთებდი, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ისე ვიწერთ რა, შეხვედრა სადღაც და მე უყურებ და ვერაფრით ვერ იხსენებ. ანუ რა კონტექსტში ხდებოდა ეს ამბავი. ეგ კი არა, Facebook-ზე ხანდახან მემორი რო გიგდებს, რაღაც რო გიწერია და ვერ ხვდები რასთან დაკავშირებით დაწერე, თუ კონტექსტი, ანუ კონტექსტი იმ მომენტში ისე ჩართული ხარ, რომ შენ გეჩვენება, რომ ეს ყოველთვის გემახსოვრება. ყოველთვის გასაგებია. თქვა 2 წლის მერე კონტექსტი არ გახსოვს და საერთოდ ვერ ხვდები რა დაწერე ან რატო. ხო და იგივე ხდება ხოლმე მე დღიურში და რაღაცნაირად ეს დღიური შენთვის სანახევროდ არის უსარგებლო, იმიტომ რომ ვეღარ იხსენებ მთლიან სურათს რა, აი რაღაცა ფოთავდიან რაღაც გაწუხებ და შეიძლება იქ კონტექსტი გამოგრჩეს უბრალოდ, იმიტომ რომ შენ იმდენად ჩართული ხარ რომ მაგას არ ფიქრობ და ეს bullet journal ძალიან მაგარია, იმიტომ რომ აი ხა მე შემიძლია ავიღო თქვა შარშან ამ დღეს რას ვაკეთებდი, ერთ გვერდს დავხედო და ზუსტად ვიცი სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, ვის შევხვდი, რას ვიბი და რას ვგრძნობდი და ანუ მთელი კონტექსტი მაქვს ერთ გვერდზე რა. ანუ რეალურად ეს კალმით წერა და ხელით წერა არ გულისხმობს იმას, რომ მაინც და მაინც მხატვრული ტექსტი უნდა შექმნა. მაყურებლისთვის ვამბობ, რომ მაინც და მაინც რაღაც არ ვიცი, დღიური უნდა აწარმოო. ნებისმიერ შემთხვევაში ის შეიძლება ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იყოს. რაც გარდა იმისა, რომ სასიამოვნო პროცესი არის, აგერ ბევრი ვთქვით, რა უნარებს ანვითარებს და რისთვის არის საჭირო. შენ უკვე ახსენე კალმის ერთი ტიპი. აი, როგორ განსხვავდება ეს კალმები და რა შემთხვევაში რომელი უნდა გამოვიყენოთ, ამაზე რომ გადავიდეთ.
ეს მაგალითად ეს კალამი ეგ არის ძალიან კარგი კალამი, ლამი, რომელსაც ხშირად უწევ ხოლმე რეკომენდაციას, როცა ადამიანი უნდა გადავიდეს ბურთულიანი კალამიდან ჭავლურ კალამზე, გამოცდილება არ აქვს, პირველი ჭავლური კალამია და ძალიან კარგი არის ბევრი რაღაცის გამო. ლამის ეს მოდელი კონკრეტულად არის შექმნილი სტუდენტებისთვის, პირდაპირ თავშივე იდეა ის არის, რომ ბევრი წერა ვისაც სჭირდება იმისთვის არის, არის მსუბუქი თუ პლასტმასის მოდელს იყენებ, იმიტომ რომ ალსტარიც არის, რომელიც ვისაც უფრო მძიმე კალმები უყვარს, თქვათ, იგივე დიზაინი აქვს ზუსტად, ოღონდ ალუმინის კორპუსი აქვს და შედარებით ცოტათი უფრო ისეთია რა ხელში. ეს კალამი მირჩია ტორესამ, ჩემი პირველი ჭავლური კალამი არის. Amazon-დან გამოვიწერე, აქ არ ვიცი იყიდება არა. აქ არა ჯერჯერობით არც ერთ მაღაზიაში არა. ეს კალამი მაქვს დაახლოებით 1 წელია უკვე. აი ესე ძალიან მარტივად გამოვცვლით კარტრიჯებს, რომელიც აქაც იყიდება და საკმაოდ იაფი ღირს. და ეს კალამი ფაქტობრივად შეიძლება რომ წლები ვატაროთ. საკმაოდ ბიუჯეტური არის, ისიც უნდა ვთქვათ. კი, $30-მდე ღირს, თუ არ ვცდებ თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ფასდაკლებებით შეიძლება ხოლმე რა. ხო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს კალამი შეიძლება 1 და 2 წელი გქონდეს, საკმაოდ ბიუჯეტური არის. როდესაც ეს კალამი ვიყიდე, მე უკვე შენ მირჩიე, რა ხარისხის ფურცელი უნდა მეყიდა და რა ბლოკნოტები შემეძლო რომ მეყენებინა. ეხლა უკვე ვიცი რომ მანუსკრიპტის ბლოკნოტი უნდა ვიყიდო, რომელსაც უფრო დეტალურად მოგვიყვები, მაგრამ აი პირველი მქონდა ეს მოლესკინის ბლოკნოტი და განსაკუთრებით მომწონდა იმის გააზრება, რომ ამ ბლოკნოტში წერდა ჰემინგუეი, ვან გოგი და ასე შემდეგ. ეხლა მოლესკინი მაინც და მაინც კარგი არ არის ჭავლური კალმისთვის, იმიტომ რომ ბევრს ვერ უძლებს, ყველა ტიპის ეს ჭავლურს. პატარა ფორმატის არის და უცებ ჩანაწერებისთვის. პატარა ჩანაწერი, როცა ზედაპირ, ცოტა წვრილ წერებს შედარებით მეტნაკლებად უძლებს, მაგრამ ცოტა მსხვილებს, მედიუმებს და ბროდებს ვეღარ მეორე მხარეს ჟღინთავს. ამიტომ თუ ჭავლურ კალამს იყენებ, მოლესკინი მთლად საუკეთესო არჩევანი არ არის. განსხვავება არის ბევრნაირი რა, პირველი არის ტიპები ქაღალდის. მაგალითად, მე შემხედრია და მიცინია ძალიან ბევრი ბლოკნოტის აღწერაში, რომ დამზადებულია ოფსეტური ქაღალდისგან. ხა ოფსეტური ქაღალდი რაც CSGO-ს დაემართა რა, რო გაჟორნა, ხო? ოფსეტური ქაღალდი არის განკუთვნილი სტამბური ბეჭდვის, ზოგადად ბეჭდვისთვის. და ეს ნიშნავს, რომ ის არის გათვლილი ფურცელზე, რომელიც არის უფრო ზეთოვანი, აბსოლუტურად სხვა შემადგენლობა აქვს და ბუნებრივია შეიძლება ის იყოს საკმაოდ სქელი, ვთქვათ 120 გრამიანი ფურცელი, მაგრამ ჭავლურ კალამს შეახებ თუ არა, მეორე მხარეს ფიზიკურად ვერ დააწერ ვერაფერს. მესამე არის ფაქტურა ზედაპირის, იმიტომ ის საერთოდ არ არის გათვლილი იმაზე, რომ შენ კალმის წვერით უნდა წერო ზედ. ამიტომ წერის დროს გაცილებით უხეში იქნება ვიდრე ფურცელი, რომელიც სპეციალურად კალმის წერისთვის არის განკუთვნილი. მესამე ფაქტორი არის ქაღალდის ფერი და ძალიან მნიშვნელოვანია, რატო? იმიტომ რომ ჭავლურ კალმის წერის ერთ-ერთი დიდი სიამოვნება ისიც არის, რომ შეგიძლია არჩიო მელანი, რომელსაც და ბევრნაირი ფერის მელნებით წერი. ხო, არა მარტო ლურჯით და შავით რა, მაგრამ ლურჯით. მე მქონდა იასამნის ფერი, შავი, ლურჯი, მოწითალო ფერის. ეგ ცალკე სიამოვნებაა, როცა ჭავლურ კალამზე გადადიხარ, რომ აი ფერთა ისეთი გამა გაქვს და იმ ლურჯშიც არის უამრავი გრადაცია, ხო? ის ლურჯებიც ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან და როდესაც შენ იყენებ არა კალმის წერისთვის შექმნილ ფურცელს, ჩათვალე, რომ ის ფერი სხვა არის. ვერასოდეს ვერ გადმოსცემს იმ ფერს ზუსტად. მესამე დისკომფორტი არის შრობის დრო, ან ზედმეტად იჟღინთება, ან პირიქით საერთოდ შეიძლება არ შეიწოვოს მელანი და დაითხაფნოს და ასე შემდეგ. ბევრი დისკომფორტი მოყვება ამას. კალმით წერისთვის შექმნილი ქაღალდებიც, მაგალითად წამოღებული მაქვს მე როდია, რომელიც არის ხო, როდია არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტურ ბლოკნოტებში თუ ავიღებთ, არა პრემიუმ კლასის ბლოკნოტი, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ქაღალდი აქვს და ძალიან სრიალა, პრიალა ფურცელი, მაგრამ არანაირად მაგ ეფექტს არ იძლევა და რაც თავია საკმაოდ ზუსტად გადმოსცემს მელნის ფერს. არა იმდენად ზუსტად, როგორც ტომოერივერი, რომელსაც მანუსკრიპტში ვიყენებთ, მაგრამ აი ჩემთვის მაგალითად როდია იქნებოდა მეორე ადგილას ტომოერივერის შემდეგ. თუნდაც მეორეზე არა, მესამეზე მაინც, იმიტომ რომ მან ცოტა აი მიდორისთან მექნებოდა დაფიქრება რა. ხო, მოკლედ, ძალიან ბევრი ნიუანსური განსხვავება და ამ განსხვავებას გრძნობ ეგრევე, აი საკმარისია დადო ეს ცუდი ფურცელი და კარგი ფურცელი და ამაზე დაწერო და მე ამაზე დაწერო, ეგრევე ხვდები მაგას, რომ აი აბსოლუტურად სხვა რამეა რა. მაშინაც კი როცა საუკეთესო კალმით წერ. აი
ეგრევე ხვდები მაგ განსხვავებებს რა. და ამიტომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბლოკნოტი არ არის მარტო რაღაცა ვიზუალით ასარჩევი ნივთი რა, ფუნქციურადაც. თუმეტეს უამრავი და რაღაც ძალიან განსხვავებული ლამაზყდიანი ბლოკნოტები იყიდება და თვალები აგიჭრელდება. მაგრამ ეს როდია მომწონს, იმიტომ რომ ფერები აქვს არაჩვეულებრივი. ძალიან კაი შეხება აქვს თვითონ, აი რომ გიჭირავს ხელში ბლოკნოტი და ეს არის მაგარყდიანი. ეს არის მაგარყდიანი, კი. მაგრამ ეს შეხები ეგრევე ხვდები, რომ ეს რაღაცა კარგი მასალა, სასიამოვნოა ხელში, სიამოვნოს ზომაც ისეთი აქვს რაღაცა. მორგებულია რა, ნაფიქრია, იმიტომ რომ ყველა დეტალი ეს არის ფიქრი. მე კიდევ უფრო მაგას მივხვდი, როცა მანუსკრიპტზე დავიწყეთ მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ 1 წელი დაგვჭირდა, რომ ბლოკნოტის ყველა პარამეტრი დაგვესვა იქ, სადაც ის უნდა იყოს და როცა ხა იყენებ შენ შეიძლება ამებზე არ ფიქრობ, მაგრამ ძალიან დიდი ნიუანსური მნიშვნელობა აქვს, რომელიც საბოლოო ჯამში მე გამოყენებისას ყველაფერი, ანუ ზომა იქნება, ფორმა. ეს ანუ Moleskine-ს არ ურჩევ შენ? Moleskine მე როგორც ბრენდი ძალიან მიყვარს. უბრალოდ ფურცელი არ არის გათვლილი ჭავლურ კალამზე. ეგ არის ერთადერთი რა. ანუ თუ ჭავლურ კალამს იყენებ, Moleskine მაინც და მაინც კარგი არჩევანი არის. მე წამოღებულიც მაქვს. მაგალითად ჩვენ როცა წიგნის ბაზრობაზე გავედით, იქ სპეციალურად გვედო Moleskine როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და განსხვავება რო გვეჩვენებინა რა. ანუ ამით Moleskine-ს კი არ ვამცირებთ, უბრალოდ აჩვენებდით, რამდენად უკეთეს ქაღალდი გქონდა ჩვენ თვითონ და ანუ აი აქ არის ეს მაგალითები როგორ ჟონავს რა მეორე მხარეს. ვთქვათ, როცა ესეთი გაჟონვა გაქვს, აი აქ მთლიანად ნაწერი კამერაში დავანახოთ. აი, როცა აქ მთლიანად ნაწერი ამოდის ზედაპირზე, ხო შეუძლებელი ხდება მე ამ გვერდის გამოყენება და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვახსენეთ ორი ბლოკნოტი, ეს არის Moleskine, რომელიც აქაც იყიდება ჩვენთან, მაგრამ შენ არ ურჩევ ჭავლური კალმისთვის ამ ბლოკნოტს. თუ იყენებთ EF წვერებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეგრე არ არის რომ არ ურჩევ, უბრალოდ თუ medium წვერს იყენებთ ან broad წვერს იყენებთ, მით უმეტეს 1.1 tabs, ანუ მაშინ უბრალოდ ვერ გამოიყენებ ბლოკნოტს, ან გაჟონავს მეორე მხარეს და ეგ არის. და მეორე არის როდია, რომელიც ასევე აქაც იყიდება საქართველოშიც, გამოწერად შეიძლება. ველიზედევს და მაღაზია JOSM-ში შეგიძლიათ თითქმის ყველა მოდელი აქვს, რასაც კი როდი აწარმოებს. ხო, არის როგორც ასეთი მცირე ზომის მოდელი, ასევე მაგარყდიანი, რბილყდიანი და ძალიან დიდი არჩევანი არის ფერების. კიდე რომელი ბლოკნოტი გაქვს საჩვენებლად? კიდე მე მოვიტანე ეხა ცოტა ეს ჩემი travelers notebook-ი გავაჩუქე და ამიტომ აქ ჩინური ასლი. კარგი ასლია, მაგრამ ნუ ჩინურია, მაგრამ პრინციპი მახსოვს ამაზე რომ დაპოსტე. კი, ცალკე ჩავწერე ვიდეო. ეს იყო მოკლედ რო ვთქვათ, ბლოკნოტების ინდუსტრიაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევა და ამას ვიტყვი რა. ერთ-ერთი Moleskine რატოს მიყვარს და რატოს ვაფასებ აი ფურცლის მიუხედავად. არის ის რომ Moleskine-მა ამოაყირავა ბლოკნოტების ინდუსტრია და ძალიან მაგარი ისტორია აქვს საერთოდ როგორ გაჩნდა ეს ბრენდი და როგორ დაიბადა. ხო და ერთ-ერთი იყო Travelers Notebook-ი, ეს არის იაპონური კომპანია Midori და თავიდან ერქვა Midori Travelers Notebook და ეხლა ქვია Travelers Notebooks უბრალოდ და თვითონ კომპანიასაც გადაარქვეს სახელი Travelers Company ქვია. მაგრამ მოკლედ ამათმა მოიფიქრეს ესეთი სისტემა, რომელიც არის მულტიფუნქციური რა. ეხლა ამაში სპეციალურად მაქვს ბევრი რაღაც ჩამაგრებული და ამას სამოგზაუროდ ვიყენებ ხოლმე. რატო არის კარგი? იმიტომ რომ აქ cash and card holder-ი, რომელსაც შეიძლება ბარათები შეინახო. აქვს აი ჩამკეტი ესეთი დიდი საფულე, რომელშიც შეგიძლია ფული და სხვა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები შეინახო, რომ არ დაგეკარგოს და აქვს რვეულები, რომელსაც ამაგრებ და რაც თავი ეს ტყავის სულ გაქვს, ანუ ეს შიგთავსები რვეული რო ამოიწურება, შეგიძლია ამოიღო და ახალი ჩასვა. არის მინიმალისტური და მოგზაურობაში და ზომა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზუსტად არის თვითონ ამ ზომის ინსპირაცია მოვიდა რუკებს რო ყიდულობთ ხოლმე, თქვა ახალ ქალაქში რო ჩადიხარ, რო დაკეცავ, აი ზუსტად ეს ზომაა და ამაში ეტევა იდეალურად რა და ამიტომ არის Travelers-ი, აი ძალიან მოქნილი ტიპი. რვეულები არის. შენ შეგიძლია რომ შენ თვითონ ააწყო და კი, შენ თვითონ ჩაამაგრო რა, თქვა შეგიძლია თუ აი თუ ბარათს იყენებ და ქეშად არ დაგაქვს ფული, მაგალითად ამ ნაწილს ამოიღებ. კი, შეგიძლია შენ თვითონ ჩაამაგრო რამდენიც გინდა, როგორიც გინდა, შეგიძლია 3-4 სხვადასხვა რვეული გქონდეს თან, მოკლედ რისთვის ემზადები რა. ანუ რომ მიდიხარ სამოგზაუროდ, რაში შეიძლება ეს დააგჭირდეს, თქვა თუ მხატვარი ხარ, სკეჩების ხატვა გიყვარს, შეგიძლია ერთი რვეული სკეჩებისთვის ჩაამაგრო, მეორე დღიურისთვის და ძალიან მოქნილი ტიპია, დიდ ადგილს არიკავებს ჩანთაში, ის რუკასაც რო იყიდი, შეგიძლია შიგვე ჩააკერო მარტივად და მოკლედ ძალიან მოსახერხებელი არქიტექტურა აქვს და ამან რაღაც თავის მხრივ ძალიან დაბუსტა ბლოკნოტების სამყარო, იმიტომ
იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ტიპმა დაიწყო, ბევრმა კომპანიამ დაიწყო მე ასეთი ტიპის ბლოკნოტების გამოყენება. ხარ დასამალიან და ჩვენი მანუსკრიპტიც ასეთი სისტემაა, ჩასაშენებელი სისტემა, ერთხელ ყიდულობ, ტყავს და მე შეგითავსებს შე როგორც გინდა ისე ამაგრებ. უბრალოდ მე ვინაიდან ყოველდღიურ გამოყენებაში მიყვარს ამის ტარება, ხო, pocket size-ი ავირჩიე ერთ ზომად, იმიტომ რომ ძალიან მოსახერხებელია ჩემთვის ჩანაცვლა მთლიანად საფულეც, ბლოკნოტიც, კალამით ზედ მაქვს, ან ყველაფერი ერთად მაქვს, ერთ სივრცეში თავმოყრილი და შემიძლია რომ რამდენიმე ტიპის შიგთავსი მქონდეს, თქვათ ჩანაწერებისთვის, უფრო პატარა რვეული, პატარა ჩანაწერებისთვის და ასე შემდეგ. მანუსკრიპტსაც მოვყვები, როგორ დამემართა ცხოვრებაში ეგეთი რამე, რომელიც არც მიფიქრია, რომ შეიძლება და ოდესმე. აი, ეს ისეთია, სულ ხელში უნდა გეჭიროს. აი, შეხება განსაკუთრებული. მოკლედ, ყველაფერი დაიწყო ძალიან მარტივად, რომ აქამდე ვთქვი, რომ მე ხშირად ვეძებ ხოლმე ბლოკნოტებში იმას, რა ქვია, ინსპირაციას და მე და ჩემი მეგობრებს გვაქვს ეგეთი კომპანია, ამბავი კრეატორსი, რომელიც მუშაობს აუდიოვიზუალურ შოუებზე და ინსტალაციებზე, ციფრულზე და მთლიანად ტექნოლოგიური კომპანია, მოკლედ. არაფერი კავშირი ბლოკნოტებთან არ აქვს და მაგრამ იქ ვწერ ხოლმე თხრობის ტექსტებს და ასე შემდეგ, ანუ კრეატიული დირექტორი ვარ მაგ კომპანიის, მოკლედ და ვინაიდან მე ფურცელთან ვფიქრობ, ამიტომ დავიწყე ფურცელთან მუშაობა. ბუნებრივად მიწევდა ფურცელთან მუშაობა და დავიტანჯე, იმიტომ რომ სულ მჭირდებოდა ანუ ხან 3-4 შოუზე პარალელურად რო მუშაობ, ანუ მჭირდებოდა რომ ერთად მქონოდა 3-4 რვეული და წარმოიდგინეთ დავათრევდი ჩანთას, რომელშიც მაქვს 5 ბლოკნოტი ჩატენილი. და მე ძალიან შევწუხდი ამით რა. მაგრამ ამავდროულად კიდე, ამ ერთი და იგივე რაღაცას რო ვაკეთებ, თქვათ ერთ პროექტს, რა შეიძლება 5 ვერსია, 10 ვერსია დავწერო და ძალიან ბევრი ფურცელი მჭირდებოდა რა. მალე მთავრდებოდა ეს. მალე მთავრდებოდა და ეს traveler-ი უკვე დიდია მაგისთვის რა, იმიტომ რომ სადაც დაგაქვს, აი სულ ჩანთაში ამოიღე, გაშალე, თან 30 ფურცლიანი რვეულებია და ძალიან ცოტა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვავსებდი და აი მე სულ აღმოჩნდებოდი ხოლმე ამის წინაშე რომ უეს გავავსე და ახალი არ წამომიღია სათადარიგო, რო შევცვალ და მოკლედ ძალიან დამტანჯა ამან და დავიწყე ძებნა ალტერნატივების და გამოვიწერე ეს რა ქვია, Paper Republic-ი არის, ეგეთი ავსტრიული ბრენდი, მათი ბლოკნოტი. და ეს გადავიხადე სადღაც 70 €, 80 დამიჯდა, ჩამოტანიანად რა და მის იყო რა ქვია, მოვიდა და გავხსენი და მარი პოლიც არის ერთი ციგნა კი ერთი რვეული, ოღონდ ის არის. ძალიან ცოტა ფურცელია რა, 24 ფურცელია რვეულში და რაღაცა ერთი დღის სამუშაო. 40 ხო და 2 დღეში აღარ არის. და ეხა ეს ყველაფერი ხდებოდა თან მეგობრებთან ხო ხედავენ რა ამას და ჯერ 80 €-ზე ბევრი იცინეს, რომ ეს ხო არანორმალურია ეს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თან ეს ყველაფერი ხო ხდება, რომ ყველას ხო ტვინს უჭამ, რომ ხელით წერე, აი ესეთი ბლოკნოტი, ისეთი ბლოკნოტი, შეღონებულია ყველა ჩემგან და ეს უკვე ისეთი ამბავია რა, რომ ეს გიჟია და ვერ არის თავის მატორზე და მოკლედ აღმოჩნდა ეგეთი რეალობის წინაშე, რომ ტყავი მაქვს და შიგთავსები არ მაქვს და თან თბილისში არ იყიდება და ეს უნდა გამოვიწერო, ანუ ეს რაღაც 24 ფურცლიანი რვეული უნდა გამოვიწერო ავსტრიიდან, კიდე 15 € ზემოდან გადავიხადო ამ ტრანსპორტირების და რო ჩამოვა ერთ დღეში აღარ მაქვს. ეს 80 $ თავის ყდიანა, ხო? 80 €, ერქვა writers bundle და მანდ ვჭამე რა. მაინც გამწამძლია. ხო და მოკლედ მივხვდი რომ აზრი არ აქვს რა, ანუ დავიწყე, ხო მე მივხვდი რომ ერთი გამოსავალი რომ ჩემით შევკერო. ეხლა დაიწყო მეორე ამბავი რა, დავიწყე ეხლა ძებნა რომ როგორ შევკერო ბლოკნოტი. ეხლა კი ვიცი და მიყვარს და რაღაც ფურცელი როგორ ავირჩიო, ეგენი კი ვიცი, მაგრამ ხო მე ხო არ მიკეთებია არასოდეს და დავიწყე ამაზე ფიქრი რა, როგორ გამოვიწერე ცალკე რაღაც ამის ასაკინძი, მოწყობილობა, გასანთლული ძაფები, რაღაცეები და ზივარ სახში და გიჟივით კერავ ამ შიგ-შიგ-თავსებს და ვაკრავ და წერე და მოკლედ თელ ამბავში ვარ რა და თიკა არის ყიფიან ჩვენ ამ კრეატორსის დირექტორი და ანუ ეს თავიდან დაიწყე შენი პირადი სარგებლისთვის ჩემთვის ხო ანუ არაფერი სხვა მიზანი არ მქონია რომ ჩემი პრობლემა მინდა რომ გადაუჭრა რა და თიკა არის ჩვენი CEO კრეატორსში და იქ რო ეხა ეს პროცესი ხო მიდის რაღაცას მუშაობთ და მე დავაგვიანე და რატო დავაგვიანე აი ბლოკნოტი ერავდი და ნუ აი ხო შეგვჭამე შენ კიდე ამ შენი ბლოკნოტებით და რაღაც ტელეფონში რატო ვერ წერ და ნუ ხუმრობის ამბავი იყო რა ბევრი და მოიცა იმდენი ლაპარაკობდი ამ ბლოკნოტებზე რომ ერთხელ მოიცავ ერთი წამიო და მომიშვირა კამერა და გადამიღო რა და დადო იმაზე TikTok-ზე ესე გაჩნდა ჩემი TikTok-ის გვერდი რა და უსმათ აღმოვაჩინე რომ რაზეც ლაპარაკობ თუნდაც მარტო არ ვარ ამაში რა ანუ
ჩემ გარშემო კი შეიძლება მე ჩანვარ გიჟად, მაგრამ ბევრნი ვართ, ვისაც ხელით წერა გვიყვარს და უცბად ნახე რომ რაღაცა გაიქცა რა ძალიან ეს ნახვები. და ეს ნახვები რომ გაიქცა, სტიმული გამიჩნდა და თიკავს ხო რომ კიდე გადამიღეთ ხო რა სხვა ვიდეო. მე კალამზე ვილაპარაკე იმაზე და ეს ბევრი უკავშირი წამოვიდა ადამიანებისგან რომ ვა ვიღაცა კალამი. მე იცი როგორ ველოდები ხოლმე შენ ვიდეო ახალ ვიდეოს რომ ახალი რჩევა. ხო შენი ის ამბავიც რომ მომწერე რომ აი ლამი გამოვიწერე იყო ერთ-ერთი სტიმული რომ ვახ მე მგონი პირველი იყავი ვინც ვიცი რომ აი რაღაც ჩემი ვიდეოდან კალამი იყიდა რა და ძალიან ის მქონდა რა ეს რომ და ეხაც ძალიან აბედნიერს ხო ვინმე რომ წერს რომ აი ან რაღაცა შენ ვიდეოს უყურე და ეხა ვიწერ ან შენ ხელწერას დაუბრუნდი ან დავიწყე აი ძალიან მე რეგიტრა ანუ ეს კალამი რომ გამოვიწერე მოკლედ Amazon-ზე ესეთი რაღაც მოხდა რომ გამოვიწერე არ მიიტანეს ადგილზე მე თავიდან გამოვიწერე ის თანხა და მოკლედ ერთ სიტყვით ერთს მაგრად ჩამომივიდა ორი რო ჩამომივიდა ჩემ თანამშრომელს რომელსაც მანამდე ძალიან ბევრი ველაპარაკე რომ აი ხელით წერა რა კარგი არის შენი ვიდეოები ვაჩვენე და დიდად ვერ მოიხიბლა მოკლედ ეს კალამი ვაჩუქე იმისთვის რომ მეთქი ხელით წერა უნდა დაიწყო თქო და ძალიან მადლიერი იყო სხვათა შორის მე მომწერა რომ კიო სულ ხელით ვწერო ძალიან კარგი ხო და ძალიან მიხარია რა იმიტომ რომ ეს სიამოვნება ჯერთი სასარგებლო მე ეს სიამოვნებას უზიარებს ხუებს ბუნებრივია რომ გევასება აი ამ პროცესში ამ ვიდეოების დადებაში მაშინ მოკლედ თინათის ყავს მეგობარი ნინო კუბლაშვილი რომელიც არის დამკაბადონებელი ანუ ბევრი გამოცდილებით არის და გადავიკვეთეთ ერთმანეთთან ამაზე და ნუ აი ნინოსთან და თიკასთან ერთად დავიწყე ამაზე ფიქრი რომ ეს გამოცდილება რომელიც მე მაქვს და რომელიც ნინოს აქვს როგორ შეიძლება გავაერთიანოთ და როგორ შეიძლება მივიღოთ იდეალური პროდუქტი, რომელიც არ იქნება, თქვათ, რაღაცა ძალიან ძვირი, იქნება პრემიუმ კლასის, მაგრამ არა ისეთი, რომ აი როგორზეც გადიხარ. 80 ევრო არ ეღირება? ხო, 80 ევრო არ ეღირება და 40 ფურცელი არ იქნება, ანუ მეტ სივრცეს მივცემთ ადამიანებს და იქნება პრემიუმ კლასი და მერე დავიწყეთ უკვე ტყავის ძევნა. ეს ტყავის ძევნა ხა შეიძლება თქვეს, რომ შეხება ძალიან განსაკუთრებულია. მოკლედ დავიწყე ამ ტყავის ძევნა და ამ ტყავში ხა მე ხო ვიცი ბაზარზე რაც ხდება რა, ანუ არსებობს იაპონური ტყავი არსებობს იტალიური ტყავი, პრემიუმ კლასში ვამბობ რა, იტალიური ტყავი, არსებობს თურქული ტყავი, რომელიც ცდილობს რომ მივიდეს ხარიც, ზოგ ბრენდში მიდის კიდეც. მოკლედ, ყველა გავს ერთმანეთს დამუშავებით რა, ცოტა განსხვავდება იაპონური აღმოსავლური, მაგრამ ევროპული ნაწილში, იმიტომ რომ ერთი და იგივე სტანდარტით მუშავდება ძირითადად და ან სუნიც, ფერიც, შეხებას არის ერთნაირი და მაგაზე ვფიქრობდი რა, რომ ხა მე თუ ავიღე იტალიური ტყავი, თქვათ, რითი განსხვავდები, ხო? ანუ მინდოდა რომ რაღაც განსაკუთრებული ყოფილიყო და დავიწყეთ ძიება და მოვაჩინეთ რომ არსებობს ქართული ტყავი, რომელიც არ არის ისე დამუშავებული როგორც ევროპული, ანუ განსხვავებულად მუშავდება, განსხვავებულად იღებება და არსებობს ტრადიციული მეთოდი ქართული ცვილით დამუშავების, რომელიც აძლევს აბსოლუტურად სხვა სიპრიალეს, სხვანაირ პატინას და აბსოლუტურად სხვა შეგრძნებას და ეგრევე ვთქვით რომ მოდი ეს იყოს ქართული პროდუქტი ბოლო ანუ და ქართული ტყავი გამოვიყენოთ და განსხვავებული იყოს და ამან ძალიან იმუშავა იმიტომ რომ რამდენჯერაც ესე იგი რაღაც უცხოეთში ეს ტყავი ვაჩვენეთ ყველგან გამოიწვია ეს რომ ვაუ ესეთი არ გვინახავს, ანუ ესეთი არ შეგხვედრია რა, იმიტომ რომ ძალიან ჯერ არ არის ესე ფართოდ გავრცელებული და ამით რაღაცა ჩვენი ნიშა ავიღეთ. მეორე ამბავი მე გადავიდა უკვე ფურცლის ძიება და რა თქმა უნდა ხო წარმოგიდგენია რა ამბავი იყო ამ ფურცლის ძებნა, იმიტომ რომ მე არც მქონდა იმედი ტომო რივერის რა. იმიტომ რომ ტომო რივერი წარმოგიდგენია 1914 წელს შეიქმნა და დღემდე აწარმოებს მხოლოდ ერთი ქარხანა იაპონიაში და ფიზიკურად დილერები არ ყავთ, ანუ ესე არ ყიდიან რა, როგორც სხვა მწარმოებლები, რომ თქვათ სადღაც დილერი ყავს, მე შენ მიდიხარ დილერთან და ის გაწვდის და ანუ კონკრეტულად ყიდიან მწარმოებლებზე რა. და თუ არ მოწონხარ, რავი, არ მოკიდის. იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს და ვერაუდის წარმოებას რა. და სულ არის რამდენიმე სოფლიოში რამდენიმე პრემიუმ კლასის ბრენდი, ძირითადად იაპონურები, მაგალითად ჰობონიჩი, რომელიც მთლიანად ტომო რივერზე მუშაობს და ამიტომ თავიდან არც გვიფიქრია მაგაზე, რომ შეიძლება მაგ მიმართულებით წავიდეთ. და რაღაცნაირად აი ამ ძებნაში ვეძებეთ და ვერ არ იყო არც ერთი ფურცელი ის რაც მე მინდოდა რა.
და მე ბოლოს მივწერეთ, უბრალოდ ნინო მიწერა, რომ მივწერო რა ჯანდაბას ხარ რა ჩვენ რა მიდისო რა მივწერო და თავიდან იმათმა მოგწერეს, რომ საერთოდ უკაზე წავხარ. ხო და არ დანებდა და მეორეთაც მიწერა და მეორეთაც რომ მიწერა უკვე და რომ მოუყვარო. პირველად გიპასუხეს? არა, გვიპასუხეს, მაგრამ აი გვიპასუხეს, რომ ჩვენ არ გვყავს დილერები, არ რაღაცა პატარა ქვეყანა ხართ, აი და დიდად არ გვაინტერესებს და რავი, არა. ანუ ვერ იყიდითო რა, იმდეს ვერ იყიდით, რომ ჩვენთვის რამე ღირდესო და ანუ ეთყობა არის სასოწარკვეთის ის იყო, რომ აი მოიცა ერთი წამი რა, ხა ამათ მივწეროთ რა გვინდა სინამდვილეში რის გაკეთება გვინდა და ეს რომ მივწერეთ გამოყვნენ. ანუ ძალიან მოეწონათ იდეა, როგორც და აუხსენთ რა, რომ აი ესეთი იქნება ამ სტანდარტით, იმ სტანდარტით, იმით ხელით იქნება შეკერილი რაღაცა და ძალიან მოეწონათ რა თვითონ ბრენდის კონცეფცია რა და გითხრეს რომ ოკეი მიმეგობროთ და გამოგვიგზავნა ბოლომდე არ მჯეროთ სანამ არ ჩამოვიდა ხელი არ მოვკიდე ფურცელს რომ მართლა გვაქვს აი რაღაცაირად ხო იცი რომ ელოდები და რომ არ გჯერა რომ გამოგივიდა რა და ესე გაჩნდა ტომბოერი ვერ და ნუ მე იყო უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ახლა ერთი არ შენთვის ერთ ბლოკნოტს კერავდა მეორე არის რომ ეს როგორც წარმოება აწყო და რაღაცა რაოდენობაზე გახვიდე ხო ვიპოვეთ ორი ძალიან მაგარი ადამიანი, ეკაკო და თინიკო, რომლებიც კერავენ ჩვენთვის ბლოკნოტებს. ეს ბლოკნოტები ხელით იკერება. ყველა შიგთავსი, რომელიც არის, იკერება ხელით. კი, ტყავიც ხელით იკერება, ხელით მუშავდება და ეხლა ეს ამოვიღებ უბრალოდ რომ მარტივი იყოს საჩვენებლად. ხო მე ბევრს ვაკერებ ხოლმე, სტანდარტულ მოდელში მოდის ერთი რვეული და ერთი წიგნაკი. მაგრამ ნუ მე შეგიძლია დაამატო და მე რა თქმა უნდა 2 ცალი არ მყოფნის და 4 ცალი დავდივარ ხო და ეს არის ესეთი შეკერილი ეს რატო გადავდგე ხო არ ვიცი ეს არის ესეთი შეკერილი და ამ შეკერვას რა აქვს რა მოკლედ ძალიან განსაკუთრებული არის ის რომ მარტივად გადაშლი არ წვალობ რა გადატანა რო გინდა მე კომპიუტერ ხელით არ გიჭირავს წერის დროსაც ხელით ამას არ ეჭიდავი რაც თავარი არის მდგრადი ამას თუ არ დახიე ან თუ არ დაი ძალით თუ არ გააფუჭე ფიზიკურად არ შანსი არ ფურცელი ამოგივარდეს რაღაცა მოხდეს არ არსებობს და ამიტომ არის ძალიან ეს გრავირებაც ალბათ არ ჩანს მაგრამ კი არ ჩანს და მაგალითად ძალიან ბევრი ვფიქრეთ იმიტომ რომ არ გვინდოდა ყოფილიყო მყირალა ჩვენი ბრენდინგი და მაქსიმალურად ყოფილიყო ისეთი სადა მინიმალისტური და ამიტომ ესე მან წავედით რომ მოდი იყოს ამოტვიფრული და არ ფერი არ ჩავასხათ და არ ყვიროდეს რა ანუ ხელში რო გიჭირავს აი მანუსკრიპტი არ ხვდებოდეს მაინც და მაინც თვალში რა ანუ ეს ხელით წერის კულტურა მაინც აი შეხებასთან არის რა თქმა უნდა ფიზიკურ შეგრძნებებთან და ესეც აი ამას მოწმობს რომ ხელით ეს გრავირება ძალიან შეიგრძნო ძალიან კარგია და მე იყო უკვე ეს ქაღალდი და ეს ყდა არის განსაკუთრებული იმით რომ იყენებენ ანტიკვარული წიგნების და დოკუმენტების დაარქივებაში და რესტავრაციაში და განსაკუთრებული ეს საიდან არის ეს ხა ეს არის გერმანული კლუგი არის ეგეთი კომპანია რომელიც არის ძირითადად აწარმოებს არქივებისთვის და მუზეუმებისთვის ამ ქაღალდს და არა ბლოკნოტებისთვის და განსაკუთრებული არის იმით რომ მოკლედ ისე არის დამუშავებული რომ მისი მოქმედების ვადა არის სამუდამო და სამუდამოდ ინახავს ფურცელს გაყვითლებისგან და ნაწერს გახუნებისგან ხა ეგეც რო ავხსნათ რა როგორც ავნო მზეზე კი არა ის სახში რომ დადო ბლოკნოტი 10 წელიწადში 15 წელიწადში ქაღალდის შემადგენელი ნაწილები აუცილებლად შევა ჰაერთან რეაქციაში და დაიწყებს ფურცელი გაყვითლებას. და რაც თავარია, თვითონ ქაღალდის მელანი როგორც წესი იწყებს გახუნებას დროთა განმავლობაში. და ეს ქაღალდი აკეთებს იმას, რომ 100 წლის მერე, 300 წლის მერე რო აიღო. ეს ყდაზე ამბობ, ხო აი ამას. 300 წლის მერე რო გადაშალო, ეგ ეფექტი არ იქნება. ანუ ზუსტად იმ სახით იქნება შიგთავს შენარჩუნებული, რა სახითაც დატოვე. და რომ ეგეც სასაცილო იყო, იმიტომ რომ მივწერეთ ისინიც გაგიშდნენ, რომ საერთოდ ვერ მიხვდნენ, რომ თავიდან ვეგონეთ. მაგრამ თქვენ უკვე გქონდათ იაპონური ქაღალდი? იაპონური ქაღალდი უკვე გქონდა, მაგრამ მე წავედი და ეს ყველაფერი ხოცვის რეჟიმში მიდის, რომ ეს და არა, ეს არა, იმის შეხება არ მოგწონს, იმის ფერი არ მოგწონს, იმის ის არ მოგწონს, ანუ ბევრს ვთქუბობ რა და ნინოს გაახსენდა, იმიტომ რომ ნინო თან რესტავრატორია და მოიცავ არსებობს ეგეთიო კლუგიო რა და მაგასო ძირითადად მუზეუმები და არქივები იყენებენ და რომ მივწერეთ
იმათ არ ვიცი რა ეგონათ, მაგრამ მე მგონი ეგონათ რომ ვატყუებდით და მუზეუმის თანამშრომლები ვიყავით და ჩალიჩობდით რომ ფასდაკლება გაიგეთ. იმიტომ რომ კაი ხანი ვერ დავაჯერეთ რომ ბლოკნოტისთვის გვინდოდა და არ ვიყავით მუზეუმი ან ფართოდ არ გამოიყენება ბლოკნოტი. ხო, გამოიყენება მუზეუმებში, არქივები იყენებენ ძალიან აქტიურად, მაგრამ ბლოკნოტების წარმოებაში არ ვფიქრია როგორც ჩანს არავის რომ ამაში შეიძლება გამოიყენო რა და მე თან რომ ჩამოვიდა სატესტო ჯერ ტესტერები გამოგვიგზავნეს და ეს ტესტერები რომ ნახეთ, ხელით როგორც კი შევეხე და მეთქი ეგ არის ხო, როგორც აი ის ყდა არის განსაკუთრებული, ტყავი არის განსაკუთრებული, ეს ეგეთი ტიპი არა, ხელში რო გიჭირავს ძალიან ქსიამოვნებს და მასა თან ფუნქციური არა ჩვენ სულ ვცდილობთ რომ ყველაფერი იყოს თან ფუნქციური რა აი უბრალოდ ლამაზი კი არ იყოს ლამაზიც იყოს სასიამოვნოც იყოს მაგრამ ფუნქციურად გამართული ეს მანუსკრიპტი არის ქართულ იაპონურ გერმანული პროდუქტი ეგრე გამოვიდა ხო ქართულგან საუკეთესო ყველაფერი ავირჩიეთ საუკეთესო და ეს შევაერთეთ და თან მე ვტესტეთ იმიტომ რომ სანამ ხო თქვი აი 1 წელი იყო ეს პროცესი ეს ახლა არის ნულოვან ეგზემპლარს ვეძახი მაგ ჩემს საჯიგრე ბლოკნოტს იმიტომ რომ ეს იყო პირველი სატესტო ეგზემპლარი რომელსაც და მაინტერესებდა მაგალითად ტყავი რას შვებოდა 1 წლის მერე დროში რა და ეხლა რო ნახოთ განსხვავება მაგალითად ამათ შორის ეს არის ახალი საერთოდ ხელში რო არავის ჭერია ისეთი და ეს არის ცოტა უფრო ღია ნახე მაგასთან შედარებით და თქვათ რამდენიმე თვეში ის დაიწყებს ჩამუქებას და კიდე უფრო ესეთივე პრიალა და უფრო მუქი ტიპი გახდება. ამიტომ არის ეგ ესეთი განსაკუთრებული. ხო მე ამ ბლოკნოტებს ეხა ეს ძალიან მოკლედ ამაზე ვიკამათეთ ძალიან ბევრი რა. საერთოდ ამას ყველაფერს აკრავენ ყუას რა. და ძალიან მომწონს ნაწნავის ის აქ რა ქვია. სტრუქტურა აქ რა ძაბს და მე ვიზუალურად ძალიან მომწონა. თან მოგწონდა. თან ვფიქრობთ რა ესე თუ ისე და ბოლოს გავწყვეტეთ რომ მოდი დავტოვოთ ღია და მოდი გქონდეს წებოადი ლენტი რომელიც ინერტული წებოთია წყალს გაუსვავ და ეწებებ მაგრამ ვისაც უნდა დააკრავს ხო ვისაც უნდა დააკრავს თან ეს შეგიძლია გამოიყენო ტყავის გარეშეც რა ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რომ მე ვამბობდი რომ ტყავი აძვირებს პროდუქტს რა ნიშნულოვნად და ხო ვიღაც შეიძლება მგონია რომ უფრო კომფორტულია როდესაც ატარებ ამ ბლოკნოტს თან შეიძლება სახლში სამუშაოდ გინდა და მაგ შემთხვევაში ტყავი საერთოდ არ არის საჭირო ხო ამიტომ მინდოდა რომ ეს წიგნაკები და რვეულები ისეთი ყოფილიყო რომ დამოუკიდებლად ამ ტყავისში ჩამაგრების გარეშეც გამოეყენებინა რა ადამიანს და ამიტომ ეს ძალიან კარგი ვერსია გამოვიდა რომ შეგიძლია ეს შემოაკრა და დასრულებული ჩვეულებრივი ყუიანი ბლოკნოტი გიჭირავს და ესეც უკვე ძალიან მინიმალისტური ტიპია და არის ეხეს პატარა ზომისა დიდი მოყვება. ხო, არ გიქმნის დისკომფორტს და თან კალმით ამას შეგიძლია ყუაზე წააწერო რაც გინდა, რას ეხება შენი ბლოკნოტი და მე ყუის დამაგრების შემთხვევაშიც ისე იშლება, ხო? არ არის ეგ პრობლემა. გატესტილია ბოლომდე ყველანაირად. მდგრადობას და მერეც მოვიდა შეფუთვა. შეფუთვა არის კიდე ცალკე ამბავი, იმიტომ რომ რაღაცით ხო უნდა მიიტანო ხა ეს ყველაფერი და რაში ის ახლა არ მითხრა რომ ეგეც რაღაც განსაკუთრებული ყუთია. ესეც განსაკუთრებული, ხავე გაჩვენებთ რატო ეს მოდის ესეთ მდგომარეობაში, აქ პატარა ლენტი აქვს შემოკრული, რომ გახსნე და ამოიღებ, ეს ყუთი ხდება დასაარქივებელი ყუთი. აი ესეთი მარტივი მოძრაობით დააყენებ ფეხზე, ამას ჩაუკეცავ და ხდება წამოვედე მიკროფონს, ხდება ესეთი დასაარქივებელი ყუთი. და თან თავისი ის აქვს რაღაც. ხო. ეგ ნომერი აქვს ყველა პროდუქტს საიდენტიფიკაციო, იმიტომ რომ მოყვება ხარისხის ნიშანი და გარანტია. თუ თქვენ აღმოაჩენთ რამე ნაკლს, შეგიძლიათ რომ მოგწეროთ, ან სადაც იყიდეთ მაღაზიაში, თქვათ, მიიტანოთ და გაბოგიცვლით, ან ფულს დაგიბრუნებთ. ეს გჭირდება, იმიტომ რომ იდენტიფიცირება გავუკეთოთ, რომ ეს მართლა ჩვენი პროდუქტია და თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაახლოებით 3-ჯერ ვატარებთ პროდუქტს ხარისხის კონტროლს და ამიტომ ერთი 100%-ით დარწმუნებული ვარ 99.99-ით რომ შანსი არ არის რომ ამე გაიპაროს, მაგრამ თუ მაინც გაიპარება, როგორც პასუხისმგებლიანი ბრენდი, რომელიც თავის პროდუქტზე პასუხისმგებელია, შესაბამისად ჩვენ ყველა
პროდუქტს ვნომრავთ, რომ იდენტიფიცირება გავუკეთოთ, რომ ეს მართლა ჩვენია, მართლა ჩვენი წარმოებულია და მერე სად გაგვეპარაშეთ ცნობა, ეგ აღმოუფხრათ. და მსგავსი შემთხვევაში შემდეგ გამოცვალოთ ალბათ. კი და ამას მოყვება კიდე პასპორტი, ეს პასპორტი არის, სადაც ახსნილია ეს ყველაფერი, რომ სიტყვაზე ვიღაცას თუ ჩუქნი და ეგეთი რაღაც მომსულია, რომ ვიღაც მინდა ვაჩუქო, მაგრამ თან ხო არ გავყვები და ხო არ ამოხსნი, რომ ეს და ახლა ცოტა უხერხულიც არის ერთი მხრივ, მეორე მხრივ არ გავყვები და არის ის რა ჩუქე და ამიტომ ეს პასპორტიც ამაში ძალიან კარგი პრაქტიკული ტიპი არის, რომ არ მოგიწევს ტორესას ვიდეოს უყურეს თქმა რა, მარტივად გაშლის და ნახავს თვითონ რა. ყდა არის მრავალ გამოყენებადი, ერთხელ იყიდი და შემდეგ ისევე როგორც ჩემი კალამი გააქვს წლების განმავლობაში და მანუსკრიპტთან ერთად კიდევ ვახსენეთ რამდენიმე ბლოკნოტი, ესეც რომ ვთქვათ, ეს არის როდია, რომელიც უკვე ვთქვით, რომ ჩვენთანაც იყიდება, ეს უკვე სხვა ტიპის არის, თუმცა ესეც ძალიან კომფორტული არის. ჩვენთან არ არის, მაგრამ ძალიან კარგი არის ლოიხტურმი, რომელსაც ასევე ძალიან თამამად ურჩევ ხოლმე. არის 80 გრამიანი ფურცლებითაც, 120 გრამიანი ფურცლებითაც და 120 გრამიანი უკეთესად უძლებს, რა თქმა უნდა, მელანს. არის კიდევ ჰობონიჩი, ვისაც საგეგმო ბლოკნოტები უყვარს, აი ჰობონიჩი არის კონკრეტულად დამიზნებული მათთვის და ბევრნაირი დასაგეგმი ბლოკნოტები აქვთ და მაგასაც ყველას ურჩევ და ჰობონიჩი იყენებს ტომო რივერის ქაღალდს, ანუ იგივე ქაღალდს, რასაც ჩვენ. და ეგეც ძალიან კარგი ბრენდი არის, ან თუ ვინმეს რაღაც აი ეგეთი ინტერესი აქვს, იმიტომ ჩვენ მაგალითად საგეგმოები ამ ეტაპზე საერთოდ არ გვაქვს რა, გვაქვს ბულეთ ჟურნალისტვის ბულეთებიანი, მაგრამ აი ესე დადგენილი კალენდარი ხო, გაწერილი არ გვაქვს და აი ვისაც ეგეთები გიყვართ, ანუ ჰობონიჩი არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ძალიან ნაფიქრია რა. აი ძირითადი პრეტენზია მე რაც მაქვს ხოლმე ამ საგეგმოებთან არის, რომ არ არის ხოლმე ნაფიქრი, აი რაღაცა სტანდარტულია რა, ყველა ერთმანეთია, არასოდეს არ მყოფნის ადგილი, ან ზედმეტად ბევრი დრო არის გაწერილი შიგნით და ან ზედმეტად ცოტა და მოკლედ აი ეთყობა ხოლმე რომ პროსტა რაღაცა კონვეირის სისტემით ვიღაცა მიპრინტა და გამოუშვა და აი ჰობონიჩს ეგ აქვს, რომ ისთვის გინდა და შეიძლება მოირგო. და შენ თვითონ მოირგო და კი, არის კიდე midori paper, midori notebook-ი, რომელიც ასევე ძალიან მაგარია და იგივე კომპანიის არის Travelers notebooks, ვინც აწარმოებს, ასევე ძალიან კარგია. ხო, ბევრი პრემიუმ კლასში არის ძირითადად ხოლმე ეგეთი არჩევანები, რომელსაც მე ყველას ურჩევ ხოლმე და არის კიდე Muji, რომელიც ასევე არის იაპონური, კლასით არ არის, არც Midori, არც დანარჩენები, მაგრამ კარგი გემრიელი საწერილი ბლოკნოტია თუ ბურთულიანი კალმით წერ. ანუ მე დაჟე მოლესკინის ფურცელს მირჩევია. ამ ყველა ბლოკნოტის გამოწერა შესაძლებელია. ამ ყველა ბლოკნოტის გამოწერა შესაძლებელია. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდულები ვართ, ხო, ანუ ჩვენ ბაზარზე, ასე იგი, მოლესკინი, რომელიც ბიბლუსში იყიდება, ბიბლუს გალერეში და ველიდანაც შეგიძლიათ გამოიწეროთ, როდია, რომელიც ასევე ის არის, რა ქვია, JOSM-ში შეგიძლიათ იყიდოთ და ველიდან გამოიწეროთ. როდიასთან ერთად ვახსენებ აუცილებლად კლარიფონტეინს, იმიტომ რომ როდია რატომღაც ყველა მიცის და კლარიფონტეინი არა და კლარიფონტეინი არის როდიას მფლობელი კომპანია, რომელიც თავისი ხაზითაც, ანუ კლარიფონტეინის სახელითაც უშვებს, განსხვავდება ფურცელით. გვაქვს საქართველოში. კი, იგი JOSM-ში, იგივე ერთ და იგივე JOSM-ი ეს არის ნუცუბის ასათიანის 14-ში. ხო, ჩადიხარ ასათიანზე. და ველიდანაც შეგიძლიათ გამოწერა. მოკლედ კლარიფონტეინი და როდია ცალსახად და ხო ეგ არის და ნუ რა თქმა უნდა მე ვიქნები მიკერძოებული და სუბიექტური მანუსკრიპტით შეგიძლიათ. მანუსკრიპტისაც შეგვიძლია რა ვიყიდოთ. მანუსკრიპტი ამ ეტაპზე შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზია Ingraver-ში, რომელიც არის თბილისი მოლში. წესით უკვე ხვალიდან იქნება ჩვენი საიტი გაშვებული. და ონლაინაც შეგვიძლია კი, ონლაინაც შეგიძლიათ და JOSM-შიც იქნება ძალიან მალე წესით იმ კვირიდან. კარგი და აი ბოლოს ბევრი ვისაუბრეთ ბლოკნოტზე, ბევრი ვისაუბრეთ ფურცელზე და კალამზეც რომ ასე რომ ჩამოვთვალოთ, არ გვიჩვენებია შენი კალმები? ჩემი კალმები არ გვიჩვენებია, წამოვიღე სპეციალურად. ესე იგი, ეხლა რაც შეეხება კალმებს. ხო, რას ვაქცევთ ყურადღებას მოკლედ, სანამ ჩემი კალმებით ვიტრაბახებ. კალამში ვაქცევთ ყურადღებას წვერს პირველ რიგში. წვერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რა წვერი არის კალმის მთელი ფილოსოფია და ამბავი და აი ძალიან ხშირად ესე დამცინავთ რო გეკითხებიან ხოლმე, თქვათ, შეიძლება არა მე ხშირად მიწევენ ხოლმე, რომ ამბავია კაცო, თავისით წერს და კი, აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც რა, რომ მე ძალიან ბიუჯეტური კალამი მაქვს და შენი კალმების ფასები რო ვნახე, თორეს
ხო. მაგრამ მან დაი ფასში არ არის მთავარი. აი ლამი ხო არის ბიუჯეტი. რატომ მიყვარს ხოლმე მაგალითად ლამი რა? იმიტომ რომ ლამის წვერი ისე არის დამუშავებული, რომ არავის არ გავს. ან თავისი წერის მანერა აქვს, თავისი წერის სტილი აქვს. შენ როცა მონას ვსაკეთებ, აი ლამი სადაც გახვევინებს, თქვათ, იქ სხვა კალამი არ გაგახვევინებს და ამიტომ თავისით წერს აი გარკვეულწილად კარნახობს თავის ტრაექტორიას. კარგი კალამი ხა, ცუდი კალამი, რა თქმა უნდა, მაგას ვერ შვება. ეხა ბიუჯეტურიდან კიდე მინდა ვახსენო რაღაც, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნა ბუნებრივია, ღარიბი ვართ ჩვენ და მეტად გვაინტერესებს კარგი და იაფი უფრო შედარებით და ეს არის მაგალითად მონტევერდე ხა ეს მაინც შედარებით ძვირი ვერსიაა, იმიტომ რომ limited edition-ია, სულ არის დამზადებული 300 ცალი გონი, ხო? 300 ცალია და ჩემი არის 293. და ლამაზია, ეს არის ამერიკული ბრენდი მონტევერდე დატრიალ თავი. მონტევერდე, რომელიც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ როგორია, იცი, ხარისხის თვალსაზრისით, არის ძალიან მაღალი ხარისხის და ფასის თვალსაზრისით ამ ხარისხთან შეფარდებით არის ძალიან იაფი, აი უკიდურესად. არის ძირითადად ფოლადის წვერებით, არ არის ოქროს წვერებით, მაგრამ წერს ბრწყინვალედ, იმიტომ რომ იყენებენ გერმანულ იოვოს წვერს. ანუ იოვო სამი ის არსებობს, რა ქვია, მე ხუმრობით ვეძახი ხოლმე გერმანულ სამებას, ესე იგი იოვო, ბოკი და შმიტი, ან სამი წვერების წარმოებელი კომპანია და ბრენდების ან ბევრი ბრენდი, რომელიც თვითონ ვერ აწარმოებს წვერებს, ძირითადად უკვეთავს ხოლმე იოვოს, ბოკს ან შმიტს. და ეგ უნდა ხო, ნუ კარგი ის არის, რომ როცა იოვოსთან თანამშრომლობ, იოვო ესე რა სერიულ წარმოების წვერს კი არ გაძლევს, ანუ შენთვის ქმნის სპეციალურად ამ წვერს. ამიტომ მონტევერდეს წვერი, რომელსაც იოვო ამზადებს, არის კონკრეტულად მონტევერდესთვის შექმნილი და აქ არაჩვეულებრივი სტილი, არის რბილი, არ ჭედავს და ეხა ეს რაც გიჭირავს არის ომნიფლექს წვერი, ან ომნიფლექს წვერი არის დრეკადი წვერი. ანუ მე ამით შემიძლია რომ ხაზის ვარიაცია გავაკეთო. ეხა ამ შემთხვევაში ეს არის მედიუმიდან ბროდამდე ვარიაციის შესაძლებლობას მაძლევს. ანუ თან გაყოფილი არის. ხო, მაგიტო, ან დიზაინი ქმნის დრეკადობას, ასე ვთქვათ. ფორმა ქმნის დრეკადობას. და ანუ ხო და მონტევერდეს გირჩევთ ყველას, იმიტომ რომ ნუ დაახლოებით 150 ლარიდან ზევით, სადღაც 500 ლარამდე ფარგლებში შეგიძლია რომ ძალიან ლამაზი და ამავდროულად ძალიან ხარისხიანი კალამი იყიდო, რაც არის ისე ანუ კალმების სამყაროში ძალიან იაფი. ხო, და კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს ფასი მაინც შეიძლება ესე ბევრად ჟღერდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც უკვე ვთქვი, რომ ამ კალამს ერთხელ რომ მყიდულობ, შემდეგ წლების განმავლობაში იყენებ. ნუ აი მონტევერდეს ალბათ 10 წელი ისე გამოიყენებ, რომ არაფერი პრობლემა არ იქნება, შეიძლება მეტიც. ახლა ეგ მე არის ხოლმე დამოკიდებული, როგორ უვლი რა, ნუ გაწმენდ. თუ ახლა მელნიანს შეინახავ სადღაც, რა თქმა უნდა, რავი, 1 წელიწადში მაინც თავი გაშრობას დაიწყებს და ბოლო-ბოლო გაგიხმება, ხო? ანუ როგორი ძალიან მნიშვნელოვანია კალმის მოვლა. ახლა ამ კალამს რო ყიდულობ, იმიტომ ეძახიან ხოლმე writing instruments და არა pens რა, რომ ანუ საწერე ინსტრუმენტია, როგორც ყველა ინსტრუმენტს ამასაც სჭირდება თავისებური მოვლა, ხო? ანუ არ შეიძლება რომ მელნიანი კალამი დააგდო და მე 1 წლის მერე აიღო და უიარწერს, რა თქმა უნდა, არ დაწერს გაშრება შიგნით მელანი. ანუ ეს წვერ დახურებასაც მნიშვნელობა აქვს რა, ვთქვათ რა, კლაპიან თავი უფრო მალე შრება, რეზბიანი უფრო დიდხანს ინახავს თავს, მაგრამ რაღაც დროში ყველაფერი გაშრება და გავდო. მე თუ გაგიშრა, მე ის იწვევს უკვე ეროზიას, თქვათ, ფოლადის, ნუ ოქროს ნაკლებად ემართება ხოლმე როგორც წესი. ხო და მოკლედ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსხვავდება შეგრძნებები რა და ხა არსებობს ბევრი ბრენდი ძალიან, მაგრამ მოდი აი ჩამოვთვალოთ 3 ბრენდი ისეთი, რომელიც უფრო ბიუჯეტური არის და მოსახერხებელი იქნება და აი 2 ვთქვათ ისეთი, რომელიც არ არის ბიუჯეტური და პრემიუმ და ძალიან გამორჩეული კლასისა. იცი როგორ არის, ძირითადად უკვე ყველას აქვს ბიუჯეტური ვარიანტები, ასე ვთქვათ. და მოდი მაშინ ჩვენ ბაზარზე რა ხდება, მაგაზე კონცენტრირდეთ, ასე ვთქვათ რა. ესე იგი, რჩევის ხასიათიც გქონდეს ამ ვიდეოს. ანუ ბიუჯეტურებიდან ვახსენე მონტევერდე, რომელიც ინგრეივერი არის შემომტანი და შეგიძლიათ ინგრეივერში იყიდოთ და იქვე შეგიძლიათ იყიდოთ სკრიქსი. სკრიქსი არის ასევე ძალიან იაფი, მაგრამ ძალიან ხარისხიანი, ოღონდ ამჯერად თურქული
კალამი, რომელიც ასევე გერმანულ წვერებს იყენებს. ამიტომ ძალიან ხარისხიანია, ძალიან კარგი წერის გამოცდილება აქვს და ძალიან სოლიდურია ვიზუალურადაც რა, თქვა საჩუქრადაც რომ მიგაქ, ანუ ისეთ ხუთში დევს და მოკლედ კარგი კალამია, ყველა გაგებით, ანუ ბევრად უკეთესია ვიდრე ღირს, ანუ ჩემთვის არის ხოლმე ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კალამს რო ვიღებ, აი ლამიც მაგალითად ხელში იღებ $30 კალამს, მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე ეს $30. შეიძლება $200, $300 კალამი იყიდო და ესე კარგად არ წერდეს, ანუ თუ არ იცი რა და მაგით ვაფასებ ძალიან და აი მონტევერდეც ეგეთი ბრენდია და ის კრიქსიც მაგიტომ მომწონს, რომ ბევრად იაფია და მონტევერდეზე იაფია, მაგრამ ხარისხით არის ძალიან კარგი და წერის გამოცდილება აქვს ძალიან სასიამოვნო. პილოტი ეს არის რავი, ერთ-ერთი ტოპ ბრენდი იაპონური. ეხლა რაც მიჭირავს ხელში ეს $109 მოდელია, საკმაოდ იაფია. ჭავლური კალმებისთვის. არის კიდე pop-up collection-ი 78 ლარი ღირს, ისიც პილოტის. როცა ბიუჯეტურზე ვლაპარაკობთ, თუნდა გვახსოვდეს, რომ აქ ვლაპარაკობთ ფოლადის წვერებზე და არანაირად ოქროს წვერებზე, განსხვავება არის, ამაზე კალმების მოყვარულებს შორის არსებობს დიდი ომი, რომ ერთი ამტკიცებს, რომ არ არის, მეორე ნაწილს ფიქრობს, რომ ჩემ შეგრძნებაში არის, ანუ განსხვავება არის ჩემთვის. ანუ ფოლოდს და ოქროს შორის? რო წერის დროს, ანუ ეხლა რატო ამბობენ ხოლმე, რომ გეჩვენებათო რა, იმიტომ რომ კარგი ფოლადის წვერსაც და ოქროს წვერსაც, აი ქვემოთ რაც ეხება ფურცელს ეგ ნაწილი თავაკი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი წვერში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთულად დამუშავებული და მზადდება ირიდიუმით. ხო და ისინი ამბობენ რომ ამ მნიშვნელობა აქვს რა ფოლადის წვერსაც ირიდიუმის თავაკით ეხებიო ფურცელსო და ოქროს წვერზეც ირიდიუმის თავაკითო და აი ოქროს ადარიო მანდო რა განსხვავებას რაც გრძნობ მაგრამ რა ვქნა ხო ხელში უგრძნობ აშკარად ფოლადის სირბილი აქვს რაღაცნაირი ამ ოქროს რა თვითონ წერის დროს აი აშკარად ჩემთვის ძალიან აშკარა განსხვავება არის ფოლადის წვერიან კალამს და ოქროს წვერიან კალამს როცა ვიყენებ და რა ვიცი თუ მეჩვენება და ემეჩვენებოდეს. ხო და ეხა პილოტზე არის ფიქრობთ რომ მარტო იაფიანი ვერსიები აქვს რა, ანუ პილოტს აქვს ძალიან ძვირიანი ვერსიებიც მაგალითად, სად არის ჩემი კალამი. ანუ ძალიან ძვირიანი არ არის ოღონდ ეს საშუალო ფასს ვიტყოდი მე, ეს არის კაპლესი, ეს არის უნიკალური მოდელი 60-იან წლებში პირველად რო გააკეთეს, შოკში ჩავარდა მთელი კალმების სამყარო, იმიტომ რომ კლიკიანი მექანიზმით არის და ჭავლურია, ხო. ესეთი არც მინახავს. უთულეს ინჟინერია აქვს და თავის დროზე იყო, ვაუ, ანუ წლების განმავლობაში ვერავინ ვერ დააკოპირა. ნუ რა თქმა უნდა. იცი რა მითხარი, სულ ჭავლური კალმით წერ? მეგი. ერთხელ გავუგებ ამას გემოს და თან თუ მეც ესე მგონია. კალამს იყიდი, მე ბურთულიანზე ანუ ბურთულიანი არის მარტივად რო ახსნათ, რასაც ყველა იყენებს, ყველა მაღაზიაში, აი სკოლაში რითიც წერდით, აი ეს წვრილი თავი რაც არის. ანუ ერთად გავრცელებულია ბოლპოინტები რა. ანუ ბოლპოინტს და როლერბოლს შორის განსხვავება უცბად ვიტყვი მელანში, ანუ პასტას რასაც ჩვენ ვეძახით იმას, მართლა პასტის კონსისტენციის მელანი აქვს და განსხვავებულად წერს და როლერბოლი არის, რომელსაც იგივე მელანი აქვს, რასაც ჭავლურ კალმებში ვიყენებთ, უბრალოდ ბურთულიანი წვერით არის რა. ეგ არის განსხვავება ის შრობადია და თავსახური უნდა ახურო სულ, ის არ არის შრობადი მარტივად. ანუ კალამში არ გამოშვება და პელიკანი, რომელიც არის ტოპ, ანუ კალმების სამყაროში არსებობს სულ რამდენიმე ესეთი ტრადიციული ბრენდი, ახ პარკერი ყველას გაუგია, თუმცა დღეს პარკერი ის პარკერი აღარ არის დიდი ხანია უკვე, მაგრამ არსებობს პელიკანი, არსებობს პილოტი, არსებობს სეილორი და არსებობს მუნბლანი. რომელიც არის აი აქ მაგ კიდე 159 რომელიც არის რა ვიცი ჩემი ყოველდღიური კალამი უფრო არის მონბლანი რა ანუ მე ძალიან მიყვარს მაგრამ ეს პელიკანი ეხა სუვერენის სერიის არის ეს არის M600 არის M800 და M1000-იც M1000 უფრო ხელმოსაწერი ტიპი ან ძალიან დიდი კალამია და ეს ბევრს ვერ დაწერს ხო რა ბევრი წერისთვის ინდივიდუალურია ძალიან. ეხლა ზოგი ამბობს რომ მაგალითად 159 მონბლანი ძალიან დიდია, მაგრამ ჩემთვის აღმოჩნდა რომ აი ყოველდღიური კალამია ჩვეულებრივ და საერთოდ არ დამაჭერს. რა თქმა უნდა. დაგაწერინებ კიდეც ეგეც ტრიალებს. და მოდი აი აქ დაწერ. ეგ ღირს $900 დაახლოებით. მაგრამ ეგ არ ითვლება, ანუ კი ძვირად ღირებულებში ითვლება უკვე, მაგრამ ნუ იმის ფონზე რომ არსებობს $10,000 და $70,000 კალმები, ნუ არ არის რაღაც განსაკუთრებულად. ანუ თან უნდა ნახოთ რა ლამაზად წერს. ხათო შეხედე გეხვეწები. ეგ ვარჯიშობ ხოლმე. აქ დავწერო? კი, დაწერე.
დაწერე და აი მე ამითაც დაწერე ესეც და ნახე რომ ხელა განსხვავება ეხა ესეც საკმაოდ ძვირადღირებული კალამია, იგივე კლასია რა, ანუ კლასის თვალსაზრისით. და კიდე ძვირიანი ბრენდებიდან ვიტყვი, ორი ახალი ბრენდი შემოვიდა, ორივეზე აუცილებლად უნდა თქვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრენდების საქართველოში არსებობა რა. ეს არის ვისკონტი, იტალიური, რომელიც არის აი ტოპ და ძალიან მაგარი, რომელიც არ არის თქვათ საუკუნოვანი ტრადიცია არ აქვს, როგორც თქვათ პელიკანს ან პილოტს რა, მაგრამ ზუსტად მაგით არის გამორჩეული, რომ ვისკონტი გამოჩნდა 80-იან წლებში და შექმნა ისეთი მოდელები, რომლითაც დადგა აი ამ სიმაღლეზე და მეორე ეხა სულ ახალი შემოსული არის აურორა, რომელიც ასევე არის ძალიან მაგარი იტალიური ბრენდი და მას აქვს საუკუნოვანი წარსულიც და მოკლედ თუ ძვირადღირებული კალმის ჩუქება გინდათ, მე გირჩევდით, რომ აი ამ იმაში მოძრაოთ რა, პილოტი, პელიკანი, მონბლანი და აქეთ ვისკონტი, აურორა არის ბრენდები, რომელიც, რა ვიცი, თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ ნებისმიერ ტიპს, იმიტომ რომ კალამი უყვარს თუ უბრალოდ სიძვირფასეს აფასებს ორივე მხრივ. ორივე საკმაყოფილებას. გეცოდინება, რომ ძალიან მაგარი რაღაც აჩუქე რა ადამიანს. ანუ რეალურად ეხლა თუნდაც ეს სამი კალამი, რომლითაც მე დავწერე და ნებისმიერი კალამი რაც აქ გვაქვს, ნებისმიერი ტიპის წერა, როგორ მოწონს ადამიანს ეს იქნება, უფრო რბილი, უფრო რაღაცა ხისტი, უფრო bold ასოების გამოყვანა, უფრო რაღაცა თხელი და წვრილი ასოების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს და მეტნაკლებად მე მგონი ჩამოვთვალეთ ის ბრენდები, რომლითაც ადამიანს თუ არ უყვარს შეუყვარდება წერა და თუ უყვარს ეს პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება და ვფიქრობ რომ ჩვენი პოდკასტი მე მგონი სასარგებლო იქნება რა უნდა მაჩვენო. ეს არის ეხა ვაკეთებ ხელნაწერ წიგნს, ოღონდ ამჯერად ვაკეთებ ინგლისურ, პირველად ვცადე ინგლისური ხელნაწერი წიგნის გაკეთება, არის რობერტ ლუის სტივენსონის განძის კუნძული. და აი მანდ გადგება რა უკვე ბევრი სხვადასხვანაირი წვერი და სათაური ცალკე გამოყო. ფერი როგორ გრადირებს თქვათ შეგიძლია გააკეთო, რომ თხრობა სხვაფერი აქვს, დიალოგებს სხვაფერი აქვს და მოკლედ ძალიან ისეთი სასიამოვნო გასართობიც არის რა თუ ერთი მიხვდი რითი მუღამი თუ დაუჭირე ხო რა მე მიყვები და ნუ რა მანუსკრიპტის წიგნაკები კიდე მაღაზია ზუსტად გათვლი რომ ბევრი წერო და ისიამოვნო ამ პროცესით თავიდან ბოლომდე. ტორესა უფრო მეტად გამოცდილი, მე არც თუ ისე მეტად გამოცდილი, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც შევარჩიე უკვე კალამი და ამაზე უკვე დავიწყე ზრუნვა და არა ის რა მომხდებოდა ხელში და უბრალოდ ლამაზი ყდა აქვს და სადღაც მუზეუმის მაღაზიაში ვიყიდე ბლოკნოტი და ჩანთაში მიგდია, არამედ უკვე ფურცელზე, კალამზე, მის წვერზე ფიქრი, როდესაც დავიწყე, ეს პროცესი გახდა გაცილებით სასიამოვნო. და ზოგჯერ არ ვიცი რა დავწერო, აი რაღაც მინდა რომ ფიქრო და ხშირად როდესაც მეცადინეობ, ყოველთვის ვცდილობ რომ ხელით ვწერო, გარდა იმისა რომ მეხსიერებაზე ვთქვით, ეს პროცესი არის ძალიან სასიამოვნო. მე მგონი მეტნაკლებად ვურჩიეთ, თუ კიდევ დამატებით რაიმე კითხვები გაქვთ, კომენტარებში დაგვიწერეთ და ტორესასთან გავივლი კონსულტაციას და ერთად გიპასუხებთ. ძალიან დიდი მადლობა ტორეს სტუმრობისთვის. მადლობა შე. ამ ვიდეოს შევინახავ და პერიოდულად შევმატებ ხოლმე ჩემს ასე ვთქვათ კოლექციას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებდით მარიამოს ვლოგს, გამოიწერეთ ჩემი არხი. დიდი მადლობა პოსტერ ბარს, რომელიც გვითმობს სივრცეს და ამ გაუკუღმართებულ დროში ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და სასარგებლო საქმე ვაკეთოთ, ერთმანეთს შევხვდეთ, ვისაუბროთ, რჩევები მივცეთ მაყურებელს. ვფიქრობ, რომ ეს ეპიზოდიც ბევრს სასარგებლოდ გამოადგება. მადლობა ტორეს. მადლობა შენ. კარგად. კარგად.